განვიხილოთ შემდეგი სახის ამოცანა. ანას ხელფასი იყო 10 ლარი საათში, მომატების შემდეგ მას აქვს 12 ლარი საათში. რა პროცენტით გაიზარდა ანას ხელფასი? ესე იგი, ანას საწყისი ღირებული ხელფასი იყო 10 ლარი. მომატების შემდეგ გახდა ის 12 ლარი საათში. და გვეკითხებიან რა პროცენტით გაიზარდა. პირველ რიგში უნდა დავთვალოთ თუ რამდენი ით გაიზარდა. ამისთვის უნდა ვიპოვოთ სხვაობა, ანუ 12-ს თუ გამოვაკლებთ 10-ს, ეს არის 2, ესე იგი 2-ით გაიზარდა და მეორე მოქმედება რაც უნდა ჩავატაროთ, ახლა უნდა დავთვალოთ 2 საწყისი ღირებულების რა პროცენტია. ამით გავიგებთ თუ რამდენი პროცენტით გაიზარდა. 2 10-ის რამდენი პროცენტია, ამას მარტივად დავთვლით შემდეგნაირად. 2 უნდა გავყოთ 10-ზე და გავამრავლოთ ის 100-ზე. შევკვეცოთ. ზემოთ იქნება 10, 20, ესე იგი 20% ყოფილა. 20%-ით გაზრდილა ანას ხელფასი. ანუ საზოგადოდ ასეთი ტიპის ამოცანებისას, როცა გვაქვს სიდიდე და შემდეგ ხდება ამ სიდიდის ცვლილება და გვაინტერესებს რამდენი პროცენტით გაიზარდა, ან რამდენი პროცენტით შემცირდა, ამას ვაკეთებთ ასეთნაირად. უნდა დავთვალოთ დადებითი სხვაობა საწყის და ახალ სიდიდეს შორის. შემდეგ ის უნდა გავყოთ საწყის ღირებულებაზე და გავამრავლოთ 100-ზე. გავაკეთოთ კიდევ ერთი მაგალითი ამოცანა. სუპერმარკეტში რაღაც ნივთი ღირდა 20 ლარი და ბაზაკლების შემდეგ ის ღირს 15 ლარი. რამდენი პროცენტით დაიკლო ფასმა? 20 ლარი იყო საწყისი ღირებულება. ბაზაკლების შემდეგ არის 15 ლარი და აინტერესებთ რამდენი პროცენტით დაიკლო. როგორც უკვე ვთქვი, ასეთი სახის ამოცანების ამოხსნის დროს უნდა დავთვალოთ პირველ რიგში დადებითი სხვაობა ორ სიდიდეს შორის. ანუ დიდს უნდა გამოვაკლოთ პატარა. 20 გამოვაკლოთ 15. ეს არის 5. მეორე მოქმედება რაც უნდა ჩავატაროთ, ეს დადებითი სხვაობა უნდა გავყოთ საწყის სიდიდეზე, ანუ 20-ზე. საწყისი არის 20. მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო დიდია, არ აქვს მნიშვნელობა. მაინც ვყოფთ საწყის სიდიდეზე. 5 უნდა გავყოთ 20-ზე. და მესამე მოქმედება ის უნდა გავამრავლოთ 100-ზე. ეს იგივე რომ ჩავწეროთ პროცენტებში. 100 რომ გავყოთ 20-ზე, ეს იქნება 5 ზემოთ, 5 ჯერ 5, 25%. ესე იგი 25%-ით დაიკლო ფასმა. ასეთი სახის ამოცანა ჩვენ შეგვიძლია ამოვხსნათ სხვანაირადაც. ვთქვათ, ის თუ რასაც გვეკითხებიან, ანუ რამდენი პროცენტით დაიკლო, ეს პროცენტი აღნიშნოთ უცნობით, რაღაცა x-ით. ვთქვათ, x%-ით დაიკლო. ესე იგი 20 დააკლეს 20-ის x% და მივიღეთ 15. გვაქვს მარტივი ერთუცნობიანი განტოლება, რომელსაც ასეთნაირად გადავწერთ. 20 გამოვაკლოთ 20-ის x%, ანუ 20 მე-100 გამრავლებული x-ზე და ის არის 15-ის ტოლი. ახლა ავდგეთ და 100-ზე გავამრავლოთ განტოლების ორივე მხარე. ასე. და გვექნება 2000 გამოკლებული 20x არის 1500-ის ტოლი.
ახლა ავდგეთ და დავთვალოთ აქედან 20x-ი. ეს არის 2000 გამოკლებული 1500. 20x-ი უდრის 500. x-ი არის 500 გაყოფილი 20-ზე. ნულები შევკვეცოთ, 50 გაყოფილი 2-ზე არის 25. ანუ ეს საძიებელი x-ი, ანუ 25%-ით დაიკლო ჩვენმა ფასმა.